წარმატებით რომ ჩამოვდიოდი სახში, სულ ეგონა საჩუქარი ჩამომაგავხსნიდან ფირფიტებით ჩანაცე. მომავალი თაობისაგან ველოდებით ისე, რომ ისინი არ გაიმეორებენ იმ შეცდომებს, რომელიც ჩვენ гонда. Будет очень патриотично, когда студенты, которые закончат наши вузы, вложенные в них силы, останутся здесь и будут работать на благо страны. ასე ვთქვათ, ქაღალდზე დამოუკიდებლები ვართ და აი ამ დამოუკიდებლობას ქაღალდზე რომელიცაა დაწერილი, მუდმივად ჭირდება განახლება. მოგესალმებით. უღრმესი მადლობა რომ მობრძანით ჩვენთან სტუდიაში. 26 მაისს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მინდა შეგახსენოთ ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვები. ის, ვინც უსაფრთხოების მომიზეზებით თმობს თავისუფლებას, არ არის ღირსი არც თავისუფლების და არც უსაფრთხოების. ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მოვისმინოთ მოქალაქეთა აზრი. რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა? ქვეყნის დამოუკიდებლობა ქართველი ერთა საქართველოსთვის ყოველთვის იყო ნომერ პირველი პრობლემა. ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ საქართველოს უნდა იყოს ყველაფრისაგან თავისუფალი. ჩვენ ამერიკასაც პატივი უნდა ვცეთ და რუსეთსაც და ყველა ევროპის ქვეყნებს. ქვეყანა დამოუკიდებელი უნდა იყოს, არ უნდა იყოს სხვისი ჯარი, არ უნდა იყოს სხვისი ინტერესების გამტარებელი, უნდა ატარებდეს თავისი ინტერესები. ჩვენი გადაცემის სტუმარია სრულიად საქართველოს ებრაელთა საზოგადოებების კავშირის თავმჯდომარე ბატონი რაფიელ მესენგისელი. გამოდით, როგორ ბრძანდებით ხორცს? დიდი მადლობა. მიხარია დღეს ჩვენს აუდიტორიაში წარმოდგენილები არიან ძირითადად ახალგაზრდები, ის ხალხი, რომელიც გაიზარდა პრაქტიკულად დამოუკიდებლობის წლებში და ძალიან მაინტერესებს აი მათი ცნობიერება როგორ ჩამოყალიბდა. მე პირდაპირ კითხვით მინდა აუდიტორიასთან გადავიდე. რას ნიშნავს თქვენთვის დამოუკიდებლობა? რას დებთ ამ ცნებაში თქვენ? რა მიაითხეს? დამოუკიდებლობა არის თითოეული ჩვენთაგანის და ჩვენი სახელმწიფოს უფლება, საშუალება, რომ განვითაროს თავისი ქვეყანა. დამოუკიდებლობა არის ის, რომ ჩვენ არავის არ ვემორჩილებით, გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ღირებულებები და ამით ვცხოვრობთ. აი, იცით როგორ არის? აი, საქართველოს ორჯერ მოიპოვა უკვე დამოუკიდებლობა და მე ვთვლი, რომ დღეს ჩვენ ახალგაზრდებს გვაკისრია უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ ეს დამოუკიდებლობა, ვიცოდეთ ამ დამოუკიდებლობის ფასი. რადგან ჩვენი წინაპრები ბრძოლობდნენ ამისთვის და დღესაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი გზა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რადგან ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და დავითით განვითარდება. ყველა შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო განვითარდეს. დიდი მადლობა. ბატონო დაშა, აი გაიზარდა თაობა. რა სხვაობა ამ ადამიანებსა და ჩვენი თაობის ადამიანებს შორის? ანუ ჩვენ რას ვდებდით მაშინ? იმ ცნებაში დამოუკიდებლობის და თქვენ როგორ ხედავთ ესენი რა გეზით მიდიან? ერთ-ერთი მიზანი ადამიანებისა, რომლებიც უფრო თავისუფლად აზროვნებდნენ, რომელსაც უნდათ მართლაც დამოუკიდებლობა, სწორედ ეს დამოუკიდებლობა იყო მიზანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისა და ამიტომაც შესაძლებელია ჩვენ ამ დამოუკიდებლობას უფრო მეტ ფასს ვანიჭებთ, ვიდრე ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ დამოუკიდებლობის დროს გაიზარდნენ და ეს თავისთავად ცხადია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შესაძლებელია მათთვის იყოს. რაც ახლა საბოლოო ჯამში დიდი განსხვავება არ არის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, დამოუკიდებლობა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის კიდევ ერთი გზა იმისაგან, რომ ადამიანი, ცალკეული ადამიანი თავისუფალი იყოს. რა პრიორიტეტები უნდა ჩაიდოს აი ამ ახალგაზრდებში, რომ ქვეყანა ისეთი მივიღოთ, როგორც ყველას გვინდა და ცხოვრობდეთ ნორმალურ საზოგადოებაში? ჩვენ მაინც მომავლით უნდა ვიცხოვროთ და არა წარსულით.
ისტორიის ცოდნა ისე როგორც ნებისმიერი სხვა დარგის ცოდნა ძალიან კარგია, ისე როგორც ლიტერატურის ცოდნა. არ უნდა იყოს ეს პატრიოტიზმი, არ არის რაღაცა სიყალბესთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის პატრიოტული მოწოდებები და ეს არის ჩემთვის ძალიან ხშირად ხომ რაღაცა ყალბი ფასეულობების შექმნა. ყალბ ფასეულობებზე აგებული თუნდაც დამოუკიდებლობისაგან სწრაფად დამოუკიდებლობა არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ მე ხდება ხოლმე ძალიან ადვილად განხილვა. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალზე ვიფიქროთ და არა მხოლოდ ისტორიით ვიცოცხლოთ, როგორც სამწუხაროდ საქართველოს ძალიან ხშირად ხდება. მე მუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არ მოგატყოთ, კიდე ძალიან ბევრ უნივერსიტეტში მიმუშავია. ეს არის ერთადერთი უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტები დადიან სასწავლო მასალის გარეშე. ჩემთვის დამოუკიდებლობის და ამ ქვეყნის მსახურების და მომავლის ყველაზე კაი ინდიკატორი იქნებოდა, თუ კი მე დავინახავ ხალხს, რომელიც მოდის უნივერსიტეტში წიგნებით. ეს ნიშნავს, რომ ის როგორც სტუდენტი თავის მოვალეობას ასრულებს. დიდი მადლობა. მე და აუდიტორიას დავუბრუნდე. როგორ ხედავთ თქვენი ქვეყნის განვითარებას? როგორ ხედავთ თქვენი ქვეყნის ადგილს დანარჩენი ქვეყნების გვერდზე, მსოფლიო პოლიტიკაში თუნდაც? და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა განვითარდეს თქვენი ქვეყანა? ახალგაზრდა, რომელიც მიდის რომელიმე სოფელში და მუშაობს მასწავლებლად, არანაკლებ პატრიოტია, ვიდრე ის ახალგაზრდა, რომელიც კვდება თავისი ქვეყნისთვის. ამიტომაც ჩვენ როცა ვაკეთებთ არჩევანს, ჩვენ ახალგაზრდები როცა ვაკეთებთ არჩევანს, ცოტა მაინც უნდა ვიფიქროთ ჩვენ ქვეყანაზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ დღესდღეობით ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული ნაკლებობა მასწავლებლების. დღესდღეობით ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული ნაკლებობა ზოგიერთი სპეციალობების და ჩვენ ახალგაზრდები როცა ვირჩევთ სპეციალობას, ვირჩევთ უფრო ისეთ სპეციალობას, რომ იყოს პრესტიჟული, რომ იქონდეს კარგი ხელფასი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ახალგაზრდები გვინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, ბაზარი კარნახობს, თუ ხელფასი დიდია, ესე იგი ბაზარი კარნახობს. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ცალკე თემა არის, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ თუ ჩვენ პატრიოტები ვართ და თუ ჩვენ ფიქრობთ ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ერთი აგური ამ განვითარებისთვის. დიდი მადლობა. დიდმა ბერძენმა ევრიპიდემ ბრძანა, რომ წოდება თავისუფალი ადამიანისა ყველაზე მაღალი წოდებაა. მოდით ყველა ერთად გაუფრთხილდეთ თავისუფლებას. ჩვენი გადაცემა დასრულდა. ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს კიდევ ერთხელ მიულოცო დამოუკიდებლობის დღე. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადდა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს